Мы должны все вместе высказать огромную благодарность организаторам нашего мероприятия. ხოცის რუსული პოლიტიკის გაცხადება ასე დაიწყო. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა რუსეთის გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოსული ხალხი ქართული ოცნების ხელისუფლებამ დაარბია და დაასისხლიანა. ირაკლი კობახიძე ოციონის პარლამენტის თავმჯდომარე იყო. სწორედ მან დაუთმო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი რუს კომუნისტ დეპუტატ სერგეი გავრილოვს. სანამ ქართული ოცნება ხმამაღლა დაიწყებდა დასავლეთის ლანძღვას და საკუთარ რუსულ პოლიტიკას დეკლარირებულს გახდიდა, კიდევ ბევრი რამ მოხდა. მაგალითად 5 ივლის ღიად პრორუსულ ძალებს მაშინდელმა პრემიერმა ორგანიზებულ ძალადობაზე ნებართვა მისცა. მიმაჩნია რომ აღნიშნული აქცია არ უნდა ჩატარდეს რუსთავის გამგებლად. ძალადობაზე პრემიერის ნებართვისა და პოლიციის უმოქმედობის ფონზე მოძალადე ჯგუფებმა დაასისხლიანეს აქციის მონაწილეები, მედიის წარმომადგენლები და შუა ქუჩაში დახიეს ევროკავშირის დროშა. ამ დღეს შეეწირა ლექსო ლაშქარავას სიცოცხლე. ეს არის ჩვენი ქვეყნის დემოკრატია. 20 ივნისისა და 5 ივლისის შემდეგ წესით ცხადი უნდა ყოფილიყო, თუ რა იქნებოდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ბედი ამ ქვეყანაში და შესაბამისად დემოკრატიისა და ჩვენი დასავლური მომავლის. თუმცა ყველაფერი ძალიან ცხადი, ჯერ კიდევ 2012 წელს უნდა ყოფილიყო. ეს პოლიტიკური ძალა ივანიშვილის მეთაურობით საქართველოს ხელისუფლებაში უკვე მოვიდა იმ მანდატით, რომ საქართველოს უნდა შეეცვალა თავისი საგარეო კურსი, ანუ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი უნდა შეცვლილიყო ანტიდასავლური, პრორუსული და რუსული კურსით. და სულ თავიდანვე მის პირველ ნაბიჯებს, პირველ განცხადებებს თუ გავიხსენებთ, ობიექტურად ეს თავიდანვე ძალიან ცხადი იყო, იმიტომ რომ ივანიშვილი იყო ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრი, რომელიც ამბობდა, რომ საქართველოსა და ნატოს შორის ურთიერთობა უნდა მისი ამ ურთიერთობის მიკრომოდელი და სამაგალითო ქვეყანა უნდა ყოფილიყო სომხეთი. ის ამბობდა, რომ ევროკავშირსა და ევრაზიულ კავშირს შორის დაამყარებს იდეალურ თანაცხოვრებას, როდესაც მან სულ პირველად დაიწყო და დაანონსა პროდასავლური ოპოზიციის დევნა, რეპრესიები, ვითომ იმ სარჩულით, რომ ეს მხოლოდ რაღაცა წინამორბედი რეჟიმის გასამართლებას ემსახურებოდა, მაგრამ წინამორბედი რეჟიმის გასამართლებაც მოსკოვის мотивაციას მხოლოდ იმიტომ წარმოადგენდა, რომ ის იყო პროდასავლური ძალა და არა იმიტომ, რომ მას რომელიმე ინდივიდების მიმართ რამე პრეტენზიები ჰქონდა. მხოლოდ ამიტომ. პირველივე ნაბიჯები, როდესაც მათ რუსი ჯაშუშები გამოუშვეს საპატიმროებიდან, როდესაც ჟენევის მოლაპარაკებები ფაქტიურად გაუქმდა და ჩანაცვლდა ისეთი ინსტრუმენტით, კარასინი აბაშიძის ინსტრუმენტით, რომელიც საერთოდ აღარ იხილავდა მისი მანდატის საგანს, საერთოდ აღარ წარმოადგენდა დეოკუპაცია, აღარ წარმოადგენდა დევნილების დაბრუნება, აღარ წარმოადგენდა უსაფრთხოების მექანიზმების შექმნა, აღარ წარმოადგენდა რუსეთის მხრიდან ხუთპუნქტიანი ხელშეკრულების დარღვევის საკითხი. და ეს საკითხები შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს იმ მომენტამდე, ჯერ კიდევ იმ მომენტამდე, ვიდრე უკრაინა განიცდიდა რუსეთიდან თავდასხმას. 2022 წლის 24 თებერვლიდან უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ქართული ოცნების ორ სკამზე ერთდროულად ჯდომის პოლიტიკა სრულდება და მართველი პარტია ღიად ირჩევს რუსეთის მხარეს და მთელი მონდომებით ზარმართავს ანტიუკრაინულ პოლიტიკას. ვიგინდა რა პირდაპირ გეტყვით, რომელიც შემთხვევით მოხდა ხელისუფლებაში. შეეხება პოდოლიაკს, მე მაგალითად სიტყვა ვიგინდა რა შეიძლება არ მეთქვას, მაგრამ არის უნამოსო ადამიანი. თუ გაწყობთ, დავამატოთ. პოდოლიაკის განცხადება არის სამარცხვინო. ჩვენ არაერთი სამარცხვინო განცხადება მოგისმენია. არესტოვიჩი, პოდოლიაკი, მარახამე და ამ შემდეგ. ყველა სარსული არის დაკავშირებული მძიმე მოვლენებთან. უკრაინის ხელისუფლების ეს წარმომადგენლები არიან პირდაპირ პროვოკატორები. და მასეთი ქართველი იყო სერგეი ორჯონიკიძეც. და ბუდუნდივანი და იოსებ სტალინიც. აი ესეთი ქართველები იყვნენ, რომელმაც ამოაგდეს და მოსწეს საქართველოს. აი ესეთი ქართველები იყვნენ, როგორც არახამია დღეს. და რაც მთავარია, ჯდება რუსულ პროპაგანდისტულ ნარატივზე, რომ უკრაინა ამ ომში დამარცხდება, რომ ომის შემჩერებელი არავინ არის და რაც მთავარია, ომის ვერ არიდებაში უკრაინის ხელისუფლებას ადანაშაულებს. სწორედ ამაზე ვსაუბრობდი მე 25 თებერვალს ჯერ კიდევ. რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაიჟებოდა ამ ომით,
იქნებოდა უკრაინა. ეკონომიკური პროგნოზი 45%-იანი ვარდნა არის, პრაქტიკულად 90-იან წლებს უბრუნდება დაახლოებით უკრაინა ერთ წელიწადში. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ არ ჩავერთოთ იმ ომში, სადაც წინასწარ იქნება გადაწყვეტილი ყველაფერი. ქართულმა ოცნებამ 24 თებერვალს დაწყებულ ომში უკვე 25 თებერვალს ფსონი რუსეთის გამარჯვებაზე დადო. ამ ომით, რომელიც სამწუხაროდ ვერ იქნა შეკავებული და ვერ იქნა თავიდან აცილებული, ყველაზე მეტად დაზარალდება თავად უკრაინა როგორც სახელმწიფო და მინდა მკაფიოდ განვაცხადო და ერთმნიშვნელოვნად, რომ საქართველოს ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით და ჩვენი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით არაპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში. აქვე ვიტყვი, რომ კორუფციული ბრალდებებით აწ უკვე ციხეში გამომწყვდეული ყოფილი პრემიერი განსაკუთრებით მონდომებული იყო ანტიდასავლურ და ანტიუკრაინულ პროპაგანდაში. ივანიშვილს რუს ოლიგარქს, რომელიც აქ რუსეთის დავალებით საქართველოს იპყრობდა, სხვა არჩევანი არც ჰქონდა გარდა იმისა, რომ რუსეთისთვის ხარდაჭერა აღმოეჩინა ამ ომში. ეს საკითხი ცდება მხოლოდ, თქვათ, აი ფსონის დადების და რაღაცა შიდა კალკულაციების საკითხს. არამედ თუ წარმოვიდგენთ იმას, რომ ეს არ არის სუვერენული ძალაუფლების მქონე პოლიტიკური ერთეული, არამედ არის ძალიან კონკრეტული გაგრძელება იმ გეოპოლიტიკური კონტექსტის, რომელსაც რუსეთი საქართველოში და საქართველოს მიღმა კავკასიაში აწარმოებს, მაგრამ საქართველოში ეფექტურად ივანიშვილის ხელით, მაშინ ეს უბრალოდ რუსული პოზიცია იყო, რომელიც აქ დაფიქსირდა და რომელიც იმ თავითვე ამ ფორმით უნდა გაჟღერებულიყო. ანუ ეს იყო წყალგამყოფი, როდესაც პუტინმა ტერიტორიების მოზონვა ძალიან აქტიურად დაიწყო და მით უმეტეს იმ შემთხვევაში თუ უკრაინაში მას წარმატება არ ექნებოდა და ვერ ექნება, მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ კავკასიის რეგიონში მაინც შეინარჩუნოს ძალაუფლება და ამ ძალაუფლების შენარჩუნების ერთადერთი რეალური ძალა არის დღეს ივანიშვილის გავლით, იმიტომ რომ სომხეთი გამოეცალა, იმიტომ რომ აზერბაიჯანი გამოეცალა და იმიტომ რომ სამხრეთ კავკასიაში სხვა საყრდენი მას პრაქტიკულად აღარ დარჩა და იმ შემთხვევაში თუ უკრაინა და მოლდოვაც ამ დიდი თამაშიდან გარკვეულ ეტაპზე გამოვლენ გამარჯვებულები, მაშინ ცხადია, რომ რუსეთის გეოპოლიტიკური პოზიციები ძალიან პრინციპულად სუსტდება და ძალიან მნიშვნელოვანია ამისთვის საქართველოში მათი ძალაუფლების შენარჩუნება. ამავდროულად პროპაგანდის მთავარი საწვავი გახდა ნარატივის სახელად ომი გინდათ. ოცნების მაღალჩინოსნების მტკიცებით, საქართველოს ომში ითრევდა ყველა, ვინც ამ ომში რუსეთის მხარეს არ იყო. დასავლეთი თავად უკრაინა, პროდასავლური ოპოზიცია, მედია, აქტივისტები, ელჩები, ევროპარლამენტარები. ომი უნდოდა ყველას, ვინც ქართული ოცნების პოლიტიკას არ ეთანხმებოდა. რაც შეეხება ომის და კანდიდატის სტატუსის კავშირს. ეს კავშირი პირდაპირ იქნა აქცენტირებული ევროკავშირის ლიდერების მხრიდან. არსებობენ ადამიანები, მათ შორის საქართველოს პარლამენტის გარედაც, რომლებიც მუშაობენ იმ გეგმაზე, რომელზეც ჩვენი გენიად გვსაუბრობთ და ეს არის რეალობა, რომელიც გეგმა საბოლოო ჯამში მიდის მეორე ფრონტის გახსნამდე. და სამწუხაროდ ამ გენერალური ინტერესის განხორციელებაში ჩართულია 10-ზე მეტი ევროპელი ჩვენი კოლეგები. ომის თემით სპეკულირების მასშტაბმა ამორალურობის პიკს 2024 წლის წინა საარჩევნო პერიოდში მიაღწია, როცა ქართულმა ოცნებამ დაბომბილი უკრაინის ფოტოები საქართველოს ლამაზ კადრებთან დააწყვილა და მთელ ქალაქში გამოფინა. ახლა კი ვნახოთ, როგორ ამცნო სამთავრობო პროპაგანდამ მის მაყურებელს მოსკოვის დაბომბვის შესახებ. ქართული ოცნების პროპაგანდის მაყურებელს, რომელსაც დაბომბილი უკრაინის კადრები მთელი წინა საარჩევნო პერიოდი თვალში ეჭხირებოდა, მოსკოვის დაბომბვის ეს კადრები არ უნახავს. სამაგერო წლებია ყოველდღიურად შეუძლიათ იხილონ დასავლეთის ლანძღვა. 2022 წლიდან ანტიუკრაინული რიტორიკის კვალდაკვალ ცხადია გამწვავდა ანტიდასავლური პროპაგანდა, კონგრესმენების, სენატორების, ევროპარლამენტარების, ელჩების ზღვარგადასული შეურაცხყოფა. ის მოხსენებული იყო როგორც ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული კონგრესმენი. ეს რა თქმა უნდა ცდება ყველანაირ დიპლომატიას, დიპლომატიურ საქმიანობას, ჩვეულებრივი აკაცუკია, ჩვეულებრივი სხვა ვერაფერს ვერ უწოდებდი ამ ადამიანს. არ ვიცი რა დღეში ქონია ნერვები ევროკავშირის ელჩს გასაკვირია პირდაპირ და მე მოუწოდებრო ტონს დაუწიო. ქვეყნიდან გასაგდებია. მე თუ მკითხავთ, თუ ამ ტიპის განცხადებას აკეთებს ევროკავშირის ელჩი. ცხადია, უცნება ამ ყველაფრით არ დაკმაყოფილებულა ანტიდასავლური რიტორიკისა და
ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის ფარგლებში მიიღო რუსული კანონი და აგენტად გამოაცხადა ყველა, ვისაც ოდესმე დასავლური გრანტით უსარგებლია. ამ კანონის გაპროტესტების გამო კი საქართველოს მოქალაქეები დაარბია, დაასისხლიანა და დაიჭირა. სამოქალაქო სექტორისა და კრიტიკული მედიის დევნის პარალელურად სარჩელი შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში და თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვა მოითხოვა. გაუარესდა საარჩევნო კანონმდებლობა და გარემო, მიიღეს მედიის შემზღუდველი კანონმდებლობა, შეიზღუდა შეკრებებისა და მანიფესტაციების ჩატარება და მოხდა მიტინგების კრიმინალიზება. აქციაზე ტროტუარზე დგომის გამო ციხეში უშვებენ ადამიანებს. ტროტუარზე დგომის გამო ხო? შეიქმნა სკროლვას ქრინვის სამმართველო და დაიწყო ხალხის დევნა სოციალურ ქსელში დაწერილი სტატუსებისა და კომენტარების გამო. მაგალითად, საქმის წარმოება დაიწყო ბერა ივანიშვილის შეურაცხყოფის გამო. კარგია, რომ ბერას აღარ მოუწევს სკოლის მოსწავლეებს ჩააფსმევინოს შიშით. მასზე დაწერილი ცუდი კომენტარების გამო და ამ საქმეს პირდაპირ კანონი მიხედავს. დაიხედე რა, თუნი რა. დავიყენე ზო, კიდე დამირეკო რა. აი თუნი დავიწყო. გაიძმა, კანონების გამოგონებისა და სამმართველოების შექმნის პარალელურად ოცნება გაუქმებებშიც რეკორდებს ხსნის. გაუქმდა ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, საჯარო სამსახურის ბიურო, გაუქმდა დაზვერვის სამსახური, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო, გაუქმდა საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ და რაც ყველაზე მთავარია, გაუქმდა საქართველოს მისწრაფება ევროკავშირისკენ. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის რიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან. ამ განცხადების შემდეგ პროტესტზე გამოსული ხალხიც დაარბიეს, სცემეს, დაასახიჩრეს და წლობით ციხეში გამოკეტეს. ციხეში ოპოზიციური პარტიების ლიდერების დიდი ნაწილი, დანარჩენების წინააღმდეგ კი სისხლის სამართლის საქმეები მიმდინარეობს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა, დაასანქცირა ივანიშვილი და ქართული ოცნების თანამდებობის პირები. ქართულმა ოცნებამ უარი თქვა დასავლეთის საბიუჯეტო მხარდაჭერაზე. გაიზარდა რუსეთის კაპიტალის მონაწილეობა ქართულ ეკონომიკაში. ქართულმა ოცნებამ განავითარა სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან. მნიშვნელოვანი შედეგები დავასრულეთ ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. მოვლენების შესაბამისად ქვეყანაში გაქრა თითქმის ყველანაირი დასავლური ინვესტიცია. ჩინური და არაბული ინვესტიციები კი ჯერჯერობით არსად ჩანს. არც ანაკლიის პორტში, არც ვაზიანის აეროპორტში, არც სხვაგან. სამთავრობო დელეგაციები კი ხან აშხაბადიდან, ხანაც დუშანბეს აეროპორტიდან პოზირებენ. პერიოდულად იღებენ შექებას რუსეთიდან. ასევე პერიოდულად მოსკოვიდან ანტისაოკუპაციო აქციებში მონაწილე ადამიანების დასჯას ითხოვენ. მნიშვნელოვანია ბუნებრივია ტაჯიკეთთან ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავება. ჩვენ ასევე იცით, რომ ცოტა ხნის წინ მქონდა ვიზიტი ყირგიზეთში, მალე გვექნება ვიზიტი ყაზახეთში. ასე ივლისის თვეში საქართველოში ჩამოდიან უზბეკეთის და თურქმენეთის პრეზიდენტები. შესაბამისად, გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა. ევროპისგან სრული იზოლაციისა და ქვეყნის სრული სტაგნაციის ფონზე ქოცი დასავლეთთან დიალოგზე ალაპარაკდა. ვილაპარაკოთ თუნდაც რუსულ კანონზეო, რომელსაც თავად გამჭვირვალობის სახელით მოიხსენიებენ და ლამის ქვეყანა ჩამოაქციეს მის მისაღებად. და ასევე ვთხოვეთ ლუქსემბურგის მხარეს, რომ ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ. არის ამისი სურვილი და მზაობა, რომ განახლდეს პოლიტიკური დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირის შორის. ბიჭები, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ ფორმატში დიალოგის გასააღებად, მზად ვართ ასევე კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროთ, მათ შორის კანონთან დაკავშირებით, რომელიც იყო კიდევაც ფორმალური მიზეზი ევროკავშირისა და საქართველოს შორის დიალოგის შეჩერების გულისხმობ გამჭვირვალობის კანონს. ივანიშვილი რომ დასავლეთთან ვერ დაალაგდება უკვე ცხადია. ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში ავტორიტარიზმის კონსოლიდაციას და რუსული ინტერესების გატარებას დასავლეთი ვერ შეეგუება, თუნდაც გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ინტერესების სანაცვლოდ. თუმცა, როგორც ჩანს, ივანიშვილი მაინც ცდილობს რამე გამოივაჭროს. თეორიულად შესაძლებელია, რომ ვივარაუდოთ, რომ ვინაიდან ახლა რუსეთი ფრონტის ხაზზე მართლაც უპირატესობით ვერ სარგებლობს და ამ წუთას რაღაც შეზღუდული ძალაუფლება აქვს. შესაძლოა ვფიქრობდეთ, რომ ივანიშვილი რაღაცნაირად გადაჯგუფებას ცდილობს, მაგრამ ბევრად უფრო მეტად სავარაუდოა, რომ ის უბრალოდ დროის მოგებას ცდილობს, იმიტომ რომ ივანიშვილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან ძალაუფლება ზუსტად იმ ფორმით შეინარჩუნოს, რა ფორმითაც მას აქვს. ივანიშვილის პირობებში შეუძლებელია, რომ მან დასავლეთ შესთავაზოს, რომ მოდით ახლა მე ხვალიდან გავხდები დემოკრატი, იმიტომ რომ თუ ის გახდება დემოკრატი, მაშინ ის ყველაფერს დაკარგავს, მისი მთელი გუნდი ყველაფერს დაკარგავს და მისი ეს მთელი კრიმინალური სინდიკატი, რომელიც მართავს დღეს ქართულ სახელმწიფოს, მაშინ მათ არა
მხოლოდ დაშლა ემუქრებათ, არამედ გაცილებით უფრო მძიმე შედეგები ემუქრებათ იმ შემთხვევაში, თუ აქ დემოკრატია დაისადგურებს. ამის ფუფუნება ივანიშვილს საერთოდ არ აქვს, ამ არჩევანს ის ნებაყოფლობით ვერ გააკეთებს, სხვა არჩევანზე დასავლეთი არსებით და წამოსვლელი არ არის. დასავლეთი თვალს ვერ ხუჭავს იმაზე, რომ ქვეყანას ყავს პოლიტიკური პატიმრები, იდევნება თავისუფალი სიტყვა, დამოუკიდებელი მედია და 100%-იანი ვერტიკალური კონტროლია ყველაფერზე, რაც შეიძლება დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი იყოს. მით უმეტეს ვერ დახუჭავს, როცა საქმე კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანას ეხება. დასავლეთთან ქართული ოცნება მხოლოდ დემოკრატიულ რელსებზე გადასვლის შემთხვევაში დალაგდება. პრობლემა კი ის არის, რომ დემოკრატიულ პირობებში ის ძალაუფლებას მყისიერად დაკარგავს. მიიღე ეს მოცემულობა, რომ აქ დემოკრატია არ იქნება, აქ იქნება ოლიგარქიული მმართველობა და აქ ნაწილობრივ რუსული ინტერესებიც იქნება მოწინავე რიგებში. უბრალოდ ის საკითხები, რომელიც თქვენთვის არის მნიშვნელოვანი დერეფანთან მიმართებით, ამაზე მე მესაუბრებ. სავარაუდოდ ეს არის მისი ეს ტაქტიკური გათვლა. პრობლემა ამაში ის არის, რომ ამასობაში ყველას ესმის, რომ რეგიონში რუსული და დასავლური ინტერესები უბრალოდ ურთიერთგამომრიცხავია. ისინი თანხwebdriverში ვერც ერთ საკითხში ვერ მოდიან. რუსეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ დერეფანზე 100%-იანი გავლენა კონდეს, რომ მას კონტროლი კონდეს შავი ზღვის და კასპიის ზღვაზე და მისასვლელი კონდეს უზრუნველყოფილი. ამას პრაქტიკულად ვერ გააკეთებს საქართველოს გარეშე, აფხაზეთის ოკუპაციის გარეშე, ყირიმის ანექსიის გარეშე. ეს საკითხები მისთვის მოუგვარებელი რჩება. შესაბამისად, რა ინტერესებიც, სტრატეგიული ინტერესებიც გააჩნია რუსეთს საქართველოში და სამხრეთ კავკასიაში, რომ ენერგომატარებლებს ის განკარგავდეს, საკუთარ დერეფანს ის უზრუნველყოფდეს, ის პირდაპირ გამორიცხავს ევროკავშირის პოლიტიკას, რომ დივერსიფიცირება მოახდინოს რუსეთისგან, რომ უსაფრთხო დერეფანის შექმნას, სწორედ იმიტომ, რომ რუსეთს და ირანს გვერდი აუღროს. ამიტომ ეს ინტერესები, გეოპოლიტიკური ინტერესები პრაქტიკულად ურთიერთგამომრიცხველია და მხოლოდ აი ამ მოკლევადიან საკითხებზე მსჯელობა ივანიშვილთან ინტერესისაგანს არ წარმოადგენს, მით უმეტეს იმის ხარჯზე, რომ ეს არის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა. ყველაფრის პარალელურად უკრაინა და მოლდოვა ევროინტეგრაციის გზაზე წინ მიიწევენ. სომხეთმა რუსეთის სავაჭრო შეზღუდვების ფონზე ევროკავშირისგან 34 მილიონი ევრო მიიღო. საზოგადოებრივი კვლევების მიხედვით საქართველოში 71% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას. მოქალაქეების 87% კი თვლის, რომ საქართველომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წინსვლისთვის მეტი უნდა გააკეთოს. ხოცნება ტრამპის ადმინისტრაციასთანაც ვერ ლაგდება. მოსკოვი კი, რომლის გამარჯვებაზეც ქოცმა ფსონი დადო, უკრაინული ცეცხლის ალშია გახურული. Ебать! Охуеть! Ой, ёбаный рот. Ебать, сейчас звук будет.